ზღვარი არ აქვს მე რა თავხედობას და თავგასულობას და ნუ ჭყალებში აუცებენ საზოგადოებას, როდესაც ესეთი რამ ხდება, ეს არის ახლა საკანონმდებლო ინიციატივა ხელთან აქვს რის შესაბამისათაც მაღალი თანამდებობის პირებზეა საუბარი, მინისტრის მოადგილეები, მერის მოადგილეები, გუბერნატორის მოადგილეები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შეგვიძლია გადმოგცეთ ნახოთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მარტო მაღალი თანამდებობის პირებს ექნება ეს? კი. ანუ მოადგილე, ხო, მაგაზეა საუბარი, რომ დაჯილდოვებული ამ შემთხვევაში პრემია დანამატებთან დაკავშირებით მათ უნდა მიეცეთ მაშინ, როდესაც მე რა, აი უყურე პრემია დანამატები. ამ ადამიანებს აქვს ძალიან მაღალი სახელფასო ანაზღაურება. არა მარტო ამ ადამიანებს, მე რა პროიცოდოთ. ხო, ამ შემთხვევაში 15,000 ამ ადამიანებს, ზოგადად უმაღლეს თანამდებობის პირებზეც, მაგრამ კონკრეტულად ამ ადამიანებსაც მოგახსენეთ და ზოგადად რა სიტუაცია აქვს ქვეყანაში, მოდი ვთქვათ. პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი დღეის მდგომარეობით არის 16,000 ლარი. ხორეთ თავმჯდომარის მოადგილეს აქვს 14,720 ლარი. კაი, ჩამოვიდეთ პარლამენტის წევრზე, რიგიძე, ქუჩის პარლამენტი 12,800 ლარი. ნუ 13,000. ხო. პრეზიდენტს 16,000 ლარი, მინისტრს 13,600 ლარი და მინისტრის მოადგილეზეა, ხო აქ საუბარი. მინისტრის მოადგილეს აქვს 12,000 ლარი, წლიურად გამოდის 154,000 ლარი. მინისტრის პირველ მოადგილეს. მინისტრის მოადგილეს, ჩვეულებრივ რიგით მოადგილებს თქვათ ასე სიტყვაზე 11,600 ლარი აქვს. წელიწადში გამოდის 129,200 ლარი. მაგრამ პარალელურად თქვათ მე რა, რამდენია ხელფასია თუ სოციალური ამ შემთხვევაში დანამატები და შემწეობა სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებს. აი მაგალითად ჩვენ სახელოვან ადამიანებს, ომის ვეტერანებს, რომლებიც 10 წლეულობის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის იბრძოდნენ, 100 ლარი აქვს ყოველთვიური დახმარება. 100 ლარი მე რა. შედარებისათვის რომ ვნახოთ, აფხაზეთიდან და სამაჩავლოდან დენვილების შემწეობა არის 45 ლარი მე რა. ადამიანები, რომლებიც საარსებო მინიმუმი არ აქვს და სოციალურ დახმარებას ითხოვენ, კატეგორიების მიხედვით ერთ ადამიანზე ოჯახში თავშოთ 50-40-30 ლარი. და ეს არის თავხედობა, ვერ შეიძლება ითქვას, როდესაც საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ გაზრდილი კორუფცია, ყველგან და ყველაფერში ამ შემთხვევაში ჯარიმები, აბსოლუტური აკრძალვები, გადასახადების გაზრდა და პარალელურად ხედავთ აი ამ საკანონმდებლო ინიციატივას მე რა და როდესაც თუშეთის დაავადებულთა ბავშვებზე არის საუბარი და მშობლები, საზოგადოება, ოჯახი ყველა ითხოვს რომ ადამიანებთან დაკავშირებით ამ ბავშვებს მიეცეს პრეპარატის ყიდვის შესაძლებლობა, დაფინანსება. იმაზე რა სიტუაციაა ხედავთ, მაგრამ პარალელურად ეს კანონპროექტები კარგად ინიცირდება მე რა. აკრძალვებზე რო ლაპარაკობს, სულ ახლახანს მიიღეს კანონიში ცვლილება, ამ შემთხვევაში კანონი არის ვაზისა და ღვინის შესახებ. სადაც ეცოდინება მე ამასთან დაკავშირებით თუ არ ვწდებით თქვენს ეთერში ვისაუბრე ერთხელ, რომ შევიდა ცვლილება და საწარმოო მიზნით. გლეხმა კახეთში, იმერეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში, ქართლში რომ გააშენოს ვაზი, ჭირდება თანხმობა. ახლა დავსვათ კითხვა, რომ ტრაბახობთ, გვეამაყება, რომ 800-ლოვანი ღვინის ქვეყანა ვართ, მაშინ არსებობდა რამე თანხმობა? აი ახლა რა საჭიროა ეს თანხმობა ხალხო, როდესაც ეს ჩვენი უდიდესი ტრადიცია აქამდე მოვიდა, მაგრამ რა არის ყველგან და ყველაფერში აკრძალვები, აბსოლუტურად ყველგან და ყველაფერში აკრძალვები, მათ პრემია დანამატები, მათ საქართველოს მოქალაქეების, დავასრულებ საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე ემსახურებათ მანქანები, ყიდულობენ ახალ მანქანებს და ნახეთ ხო ტენდერებს აცხადებენ, სამაგიეროდ მე რა ხდება? 6 წელზე ზევით ავტომობილების შემოყვანა პრაქტიკულად აკრძალულად შეიძლება ჩაიტოლოს, იმიტომ რომ ისეთი გააორმაგეს, გაახუთვასა, გადასახადი გაახუთმაგეს და გააექვსმაგეს, რომ ადამიანის შემოყვანის შესაძლებლობა არ აქვს. ანუ მე მინდა დავინახოთ, რომ თვითონ რა საკეთებენ და აქეთ რა სიტუაცია. აგერ ელექტროენერგიის გადასახადი ავიღოთ, მე რა. ელექტროენერგიის გადასახადი 33%-ით გაიზარდა. გაიზარდა თუ არა ხელფასი? გაიზარდა თუ არა შემოსავლები საქართველოს მოქალაქეებს? მაგრამ მათ გაიზარდა ხელფასები და შემოსავლები. სამაგერო დღეს გითხრეს, რომ მაშინ სუპერმარკეტებში 15 და აი კორუფციასთან და დავასრულებ. კორუფციასთან უფასო სასადილოებში, ხალხო, უფასო სასადილოებში, სადაც ლარი და 70 თეთრია ერთი ულუფაზე გამოყოფილი მე რა. იქიდანაც იპარავდნენ, მაგრამ
ლარი და 70, ახლა როგორ უნდა იყოს ერთ ადამიანმა ხო წარმოუდგენელია დღეს. ალბათ ყობახიძეს აქვს ეს რაღაცა რაციონები შედგენილი, მაგრამ უყურეთ ამ ლარი და 70-დან ყვებითი ღირებულების წილი ამ შემთხვევაში განაცახადი და სხვა რამეებია, არის ლარი და 18 დაახლოებით. ამაშიც კი იკადრეს და აქედანაც კი კორუფცია დაფიქსირდა. პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ასუხისგება შეერია მიცემულები. ხო სისხლისამართლებრივი დევნაა დაწყებული. ყველგან თუ სადმე ანუ კორუფციამ ქვეყანა შეჭამა. თვითონ საკუთარ კეთილდღეობაზე პრობლემა არ არის. ახლა თქვენ საუბრობთ მერაბ ფასების დამდგენ კომისიაზე თუ რაღაცაზე პარლამენტში რაც არის, ხო? დღეს გვეუბნებიან ეს ადამიანები თურმე რომ ესო ფასების შემცირებისთვის კი არ იყო თუ დაახლოებით ესეთ რაღაც განცხადებაა გაკეთებული. ანუ ფასების დაკლების კომისია კი არ იყო სამი თვე. მთელი ამბავი ფასებს ვებრძვითო. ხო რა, ფასები და დაგვედგინა. დღეს გითხეს რომ ფასების დაკლების კომისია კი არ იყო, ესო იყო ფასების შემსწავლელი. ახლა შეისწავლე სამი თვე თურმე ბიუჯეტიდან რავი სახსრები ყველაფერი ისწავლეს შესაბამის სამსახურები საგადასახადო ასე სამი თვე შეისწავლეს იმისთვის დაიხარჯა თურმე პარლამენტში რომ შეესწავლათ რატო არის დიდი ფასები შეისწავლეს რაღაცა სამეცნიერო დასკვა დაწერეს ამიტომ არისო და მაყოფილები არიან ეს ხო ეს ხო და დღეს გითხეს რომ აი სუპერმარკეტები რაღაცა კალათა შექმნიასო რომ რა იქნება ფასდაკლებული რამდენიმე პროდუქტია და რამდენიმე პროდუქტზე ისედაც ყოველთვის არის აქციები ხო რაღაცა ეს ყოფილა შედეგი ეს შედეგი არა ეს არის დაცინვა საზოგადოების ეს საქართველოს მოქალაქეების დაცინვა მოდი გადავხედოთ რომ ფასების წინააღმდეგ რო ბრძოლა დაიწყეს ი კარტერულ რაღაცებზე საუბრობდნენ ორი თვის უკან სამი თვის უკან ნახეთ ხალხო რა განცხადებებს აკეთებდნენ ესე თუ ხალხს საქართველოს მოქალაქეებს გონიათ რომ მათ გონიათ რომ საქართველოს მოქალაქეებს მეხსიერება არა გვაქვს ან არა აქვს და ვერ ნახავენ და მათ განცხადებებს ვერ ამოწევს ვერავინ ყობახიძე რა საუბრობდა ნახეთ ხალხო მოკვლევები რო დაიწყეს და ფასებთან დაკავშირებით და ბრძოლა დაიწყეთო და რა ვიცი კვერცხის ფასმა გაიწიაო და ლამის ზარზე იმით აცნობეს ხალხს და რა სიტუაცია ნახეთ მაგრამ მოდი თქვა ეს არის ფასების დაწევის კომისია თუ ფასების აწევის კომისია ამ შემთხვევაში დაიწია თუ აიწია ფასებმა მიიღო თუ არა შეღავათები საქართველოს მოქალაქეებმა და ბოლოს რას გვეუბნებიან იცი დაცინვა ზუსტად ახლა რაც საუბრობდე რაც წაიკითხეთ ამონარიდი ხო ანუ გამოდის რომ მათ სწავლა განათლებაზე იყო როგორ წარმოიქმნება ფასი ფასთა წარმონაქმნს სწავლობდნენ რაიმე შემდგომ სერტიფიკატები მიიღეს თუ გასცეს თუ რა გააკეთეს აი რა ქნეს ამ ადამიანებმა საქართველოს მოქალაქემ მათი კომისიის შედეგად რა შეღავათი მიიღო თქვას ვინმე აი გვითხრას ვინმე ხო რა შეღავათი მიიღო საქართველოს მოქალაქემ ამ კომისიის შედეგად რა შეღავათი მიიღო საქართველოს მოქალაქემ შექმნილი კომისიის შემდგომ ფასება მოიმატა თუ დაიკლო ფასებმა რა თქმა უნდა მოიმატა მოდი თქვათ დავსვათ ხო ამასთან დაკავშირებით ის რაღაც სიტყვები ჯონგლიორობა რაც უკვე აღარც კი გამოდით იმიტომ რომ წარმოუდგენელია ყობახიძე ხორცთან დაკავშირებით რაღაც წარმოუდგენელ ფაზზე საუბრობდა ხო და მაშინ მომიწია მე ვიყავი შემთხვევაში შეხვედრებზე მოქალაქეებთან რეგიონში სამეგრელოში ვიყავი გერძო და გამწარებული იყო ხალხი აკვე არ ეცინებოდა თუ დაგცინისო დაგცინიანო გვეღადავებიანო პირდაპირ აი ამას გვეუბნებოდა ხალხი ახლა რომ დღეს ეტყვი შენ ამას რომ თუნდაც ფასების შემცირებაზე კი არ იყო ეს კომისია შექმნილი თუნდაც ფასების რაღაც წარმონაქმნს თუ რა ფასებს როგორ წარმოიქმნება ფასების ეს რა ქვია შენს ხო ფასები ხო ეს უკვე ხო დაცინვა საქართველოს მოქალაქეების მე რა აი ამასთან დაკავშირებით მაშინ დავსვათ კითხვა აი მაგალითად ხო რა გაუმჯობესდა ქვეყანაში ერთი ფაქტი მოიყვანონ რა გაუმჯობესდა ქვეყანაში ხალხი გარბის თუ არა ქვეყნიდან გარბის ხალხი 22000-ზე მეტმა საქართველოს ბავშვმა მოქალაქემ 5 წლის განმავლობაში დატოვა თუ არა ქვეყანა მშობლებმა გამოიყვანეს მიატოვებიეს სწავლა შეაწყვეტინეს სწავლა და წაიყვანეს საზღვარგარეთ საქართველოს მომავალი 22000-ზე მეტი 22737 ბავშვია თუ არ ვხვდები 5 წლის განმავლობაში წავიდა ქვეყნიდან ამას თავისუფლები გაყვნენ ხო ბუნებრივია ახალგაზრდები რომლებიც სრულწლოვანია მიდიან ქვეყნიდან და ტოვებენ ქვეყანას მე მივიდი დავდივარ რეგიონებში სადაც უკვე ტერმინი აღარ არის სახლი დაიკეტა უკვე საუბრობენ სოფლები მალე დაიკეტება და სოფლები იკეტებაო აი ესეთი წარმოუდგენელი ძიმე სიტუაცია ახლა გადავიდეთ ადამიანების ყოფა ცხოვრებაზე ფასებზე ეს ფასები რომ კოსმოსში რომ მიდის და შესაბამისად ანაზღაურება ამ ადამიანებს და სამუშაო რო არა აქვს იმიტომ ეს ხალხი ქვეყნიდან გარბის ხო რამე ამ კუთხით არის სიკეთე არაფერი სიკეთე არაა მე რა სადმე რამე დადებითი ინდიკაცია თუ არსებობს ვინმე თქვას აი
შეიძლება თქვას რომ შენ ოპონენტი ხარ და რაღაც მიკერძოებული ხარ. აი ვინც არ მეთანხმებით, ვინმე თქვით რაშია ხალხო უკეთესობა, რაში იგრძენით? დასაქმება მოიმატა, ინვესტიციები შემოვიდა, სამუშაო ადგილები გაჩნდა, ფასებმა დაიწია, ქვეყნიდან ხალხი არ მიდის და აქით მოდის ხალხი თუ რა, აი რა ხდება გარდა იმის გაპრებისა, რასაც ვისმენთ. სამაგეროს პარლამენტარების ხელფასი გაიზარდა. ხო და მაგას ლაპარაკობ, მე რა, აი ზუსტად აი მაგ კარგი საკა, ხო აგერ ცხრილიც მაგ, ყველაფერი მაგ წამოგებული რაღაცა 4000 გაგაზა 12 გაიხარა. გასაგებია, მაგრამ 13%. ბოლო მატებასთან დაკავშირებით ხო აგერ არის აი ბოლო მატება არის 1400 ლარით პარლამენტის თავმჯდომარეს იანვრიდან ბოლო ეტაპზე გეუბნები ხო 1100 ლარით რიგით დეპუტატს და შეადგენდა 12800 ლარი პარლამენტის თავმჯდომარეს 16000 ლარი ეს რო იმატებს საქართველოს მოქალაქისთვის რამე იმატეს პოზიტიურად გარდა ფასებისა ხელფასის შემოსავალი რამე ემატება საქართველოს მოქალაქეს გადასახადი ხო ემატება დენის გადასახადი ხო მოუმატეს ყველაფერი ხო მოუმატეს აქით რა ემატება ამ ადამიანებს გარდა გადასახადისა არაფერი და გარბის ეს ხალხი საქართველოსთან დაიცალა ეს ქვეყანა ხალხო ამაზე მეტი დანაშაული საკუთარი ერის წინაშე საკუთარი ხალხის წინაშე არ არსებობს რომ შენი მოქალაქეები გარბიან ქვეყნიდან აი ამიტომ არის რომ სიკვდილიანობა უფრო მეტი იყო 2025 წელს ვიდრე ახალი სიცოცხლე და წავიდა ეს ხალხი ქვეყნიდან გარბის ბავშვები გაყავთ უკვე ქვეყნიდან ხო წავიდა და ვერაფერს ვერ ვაჩერებთ და ვერაფერს ვერ აჩერებენ და შექმნეს კომისია და დღეს გვეუბნებიან კომისიის დანიშნულების განმარტებას ბოლოს როდესაც ნახეს რომ არანაირი ფასების დაკლება არ არის პირიქით ფასება მოიმატა და თურმე რაღაც მეცნიერულ საწყისებზე შეუქმნიათ ეს კომისია ფასები შეესწავლეს. ხო, ფასები რაღაცა შეესწავლეს. ეკონომიკის საფუძვლებს და ფასთა წარმონაქმნის საფუძვლებს სწავლობდნენ თურმე, ხო? ეს ხო დაცინოა საქართველოს მოქალაქეების, ხალხო. აი მეტი რა არის, ახლა ეს დაცინო არ არის. ხო, და ნუ ახლა თავარითიც დავიწყეთ, რომ ახლა ახალი კანონი შემოიტანეს, რომ მაღალთანობის პირებს კი ბატონო, ჯილდოები ეკუთვნიან. ანუ საშუალო რგოლს არა ეს. მე რა, უყურეთ რას გეუბნები? აქ საუბარი არის ჩვეულებრივ საჯარო მოხელეებს არ არა, მე რა, არა, მაგწერია მაღალთანობის. უყურეთ რას გეუბნებით ხო? აქ ჩამოვთვალე პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 16000, პრეზიდენტის 16000, პრემიერ-მინისტრის 16000. კაი ვინმე მეტყვის აქ მაგაზე არა, საუბარი. ეს ხო ესეთ ხელფასები აქვს და შეადარე ხალხს. სად არის ხალხი ქვეყნიდან გარბის, მაგრამ აქ თუ საუბარი პრემია დანამატებებზე თუ ჯილდოებზე აქ საუბარია დაუშვათ მინისტრის მოადგილეზე ხო 12000 ლარი აქვს ხელფასი და კიდე ჯილდოები ხო 12000 ლარი აქვს ხელფასი და ჩვეულებრივ რიგით მეორე ანუ სხვა მოადგილეს 11600 ლარი აქვს ხელფასი და ამაზე არის საუბარი კორუფციის მასშტაბებზე თვითონ ახლა რა ვიცი მე და თქვენ უკვე ჩვენ რომ საუბრობთ გვეუბნებოდნენ წლების წინ ეს არის პროვოკაცია ეს არის ტყუილი ოპოზიცია ლელოს საუბრობდა სულ რომ კორუფციაში ხჩობა ქვეყანა თქო ხო ახლა მითხარი თანამდებობის უბაღლეს თანამდებობის პირები რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ შემთხვევაში თანხების მითვისებაზეა საუბარი ხთაბზე თუ ასე შემდეგ დაკავებულები არიან პრემიერ-მინისტრი მე უდანაშაულობის პრეზუმპციას არაფერს არ ვახვევ ზოგ უკვე თვითონ აღიარა და დანაშაული და საბოლოო შედეგის დადგა გამომწყობელი განაჩენის კუთხით და ასე შემდგომ, ხო? ამაზე თვითონ საუბრობენ. აი ამაზეა საუბარი ყველგან, ყველაფერში კორუფცია. თვითონ საკუთარი კეთილდღეობისათვის არაფერზე უკან არ იხევენ. საქართველოს მოქალაქეები ამ შემთხვევაში უბრალოდ ჩემთვის ამოუხსნელი ამოცანა ერთბაშად ხელფასის ასეთი მატება. ხო, ეს ბოლოს შენ თქვი რომ 1400 ლარი თქმა უნდა, ეს ბოლოს, მაგრამ მე ეტაპებზე ვლაპარაკობ, მაგრამ მანამდე 4000-დან მოიმატეს ეგრევე 13000. ანუ ეს ხო არ არის 1000 ლარით მატება, 2000 ლარი, არის 10000 ლარით მატება მინიმუმ. შენ მაშინ როდესაც 9000, 10000 ერთდროულად. აი ეს რატო გააკეთეს? ასე ერთბაშად ამ ხელა ნახტომი რა ახსნა გაქვს? ხო, ხა კიდე ვიმეორებ ხა 1000 ლარი 2000 მოიმატებ კიდე მესმის. მე რა, დიდი მადლობა. არა, 4000 რო ქონდა 2023 წელს. მე რა, დიდი მადლობა. 2024-ში და 25-ში უცებ გაგიხსნა 12000 და 13000. ანუ 10000 ლარით რო იმატებ. მე რა, ძალიან დიდი მადლობა აქვს. აქ რა ახსნა? არა, ახსნა გითხარი, ხო, დიდი მადლობა აქვს. არ ეზარებათ საკუთარ თავებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება და ღილაკზე იქნება თუ ხელის წერა თუ ხელის მიჭერა რომ ეს გააკეთონ და ემსკნა ხო? აი ეს არ არის პრობლემა მაგათთვის. აი ამაზეა საუბარი. და ვიზია საუბარი საქართველოს ბიუჯეტზე აქვს საუბარი.
და შემდგომ ხალხი სოციალურ დახმარებას ეთხოვს ხალხო. აი მაგალითისათვის ახლა მე შემეძლია გითხრათ ძალიან აქტიურობს ჩვენი რეგიონალური ლიდერები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. ჩვენ მაგალითისათვის გეტყვით ახლა ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბატონი გიორგი თოდუა და ჩვენი საკრებულოს წევრი ქალბატონი სოფიო შამუგია. ყოველდღიურ რეჟიმში თითქმის დადიან, მეც ვიყავი მათთან ერთად 2 დღის განმავლობაში. წარმოუდგენელი სიტუაცია, ხალხი ითხოვს სოციალურ დახმარებას, მაგრამ ისეთი უმძიმე სიტუაცია, ანუ საშინელება არა, სოციალური დახმარება და ეუბნებიან მაღალი კულაკავთ. იმაზე იქით უმძიმესი არ შეიძლება იყოს. და სოციალურ ქსელში გიორგი თოდუას გვერდზე ძალიან ხშირად იდება და ასე შემდეგ. ხო და აქტიურად ვაშუქებთ ამ ყველაფერს. აი ამ ყველაფრის ფონზე გვეუბნებიან რეგიონულ მასზე გამახსენდა თქვენს ორგანიზაციებზე და მიგრაციაზე საუბრობდით თქვენ რომ ხალხი მიგრაციაში მიდისო და გუშინ შევხვდა ინფორმაცია რომ თქვენი ერთ-ერთი დეპუტატი საკრებულოს წევრობაზე ვარს ამბობს და ემიგრაციაში მიდის ხულოს დეპუტატზე არის საუბარი. ძალიან ძიმე სიტუაცია, ნუ ჩვენ ელოძლიერი საქართველოს რომელსაც არ აღარ შემიძლია გითხრათ რომ ყველგან ვაგრძელებთ ბრძოლას, ვიცით რა ძიმე სიტუაცია და მიუხედავად ამ სიმძიმისა ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში საკრებულოს დეპუტატებს ვაგრძელებთ გადაწყვიტა რომ ძალიან ძიმე სიტუაციაა ქვეყანაში. ძალიან ძიმე სიტუაციაა მე რა ქვეყანაში და მეცაც გეტყვით ამ შემთხვევაში როდესაც ახლა რეგიონებში ვიყავი უხსენად გაზაფხულია და მიწის დამუშავება და სოფლის საქმიანობა აქტიურ ფაზაში უნდა იყოს შესული. ხალხი მეუბნებოდნენ რომ უკვე საწვავის ფასის მატება იმ სიტუაციაში ჩააგდო რომ შაშანომ მიწები მუშავდებოდა წელს იმ დონის და იმ დოზით მიწები ვერ დამუშავდება. ამას რა ჭირდება მე რა? ამას ჭირდება მესმის რომ საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასი დიზელი იქნება თუ ბენზინის ენერგომატარებლის ფასი გაზრდილია. ეს გასაგებია, მაგრამ ამას აქვს შესაბამისად მკურნალობის შესაძლებლობა, როდესაც ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში აქციის გადასახადი ან დროებით უნდა გააუქმოს, ან იმ დროინდელზე თუ ასე 2017 წლის მდგომარეობაზე უნდა მიიყვანოს, როდესაც სანამ აქციზი მოიმატება. ანუ ეს აპრობირებული მეთოდია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, რომ საკუთარ მოქალაქეებს სახელმწიფო ხელისუფალი ეხიდება. ჩვენ ამის ინიციატივით გამოვედით, მაგრამ არა მეგობრებო, არ ხდება. და როდესაც შენ მსგავს რამეს აკეთებ, უკვე უბიძგებს სოფელს რომ დაიცავოს. უბიძგებს და წავიდეს ეს ხალხი. ვინც ვახსენია საუბარი ხოლო საკრებულოს დეპუტატზე, მაყურებელს უთხრა ბესიკ შაინიძეზე, ლელოს დეპუტატი იყო, რომელსაც დატოვა საკრებულო და ამბობს რომ ვისთან ერთადაც გავიზარდია თითქმის ყველა ემიგრაციაშია და მეც სადღაც მივიღე გადაწყვეტილება რომ ძალიან ძიმე სიტუაციაა. გამოვიდე კომფორტის ზონიდან და ემიგრაციაში მიუხედავად ამ ძიმე სიტუაციისა მადლობა მინდა გადაუხადო ლელოძლიერი საქართველოს გუნდს რეგიონებში განსაკუთრებით ხაზი გაუსვა რეგიონებში ამ ძიმე სიტუაციის მიუხედავად ყველგან ჩვენი წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები, რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები მაქსიმუმს ცდილობენ რომ ჩვენი მოქალაქეების ყოფა შეამსუბუქონ და მადლობა ლევან სამუშია იყო ჩვენი სტუმარი.